რუსკა ბატონო ოთარ რუსკა მან დრასაკეთე რუსკა იწება გადაცემა გრიმი რაღაცა გია ხმა რაღაცა იცი რა არის რაც მე შენი მანქანა დავამტვრე ახლოს როგორ მოგეკარები ოთარ აქ ვიდგები აჰა კარგია ეს ნამუსი რო შერჩა ცოტა და ეს ქეჯნა აქ სინდისის ეს ცუდი არ არის დამეთანხმებით ალბათ კარგია რაკენი იშოვე ხელოსანი ჩემი მანქანის გასაკეთებლად ძვირი გიჯდება ხელოსანი ვიშოვე მაგრამ გიჯდება შენ ოთარ მე მიჯდება მომისმინე ჩემი მანქანა დაამტვრია ვინ შენ ხო შენ ხო დაამტვრია ჩემი მანქანა დაამტვრია შენ და მე რატომ ხო დავამტვრიე მე რატომ მიჯდება ოთარ შენ ხო ჯენტლმენი ხარ არა არა ვაშკაცური ტიპი ხო ხარ ნუ ხო კი ხო და 8 მარტს საჩუქარი ხომ უნდა გეჩუქებინე ჩემთვის ნუ რა რიცი აი რაღაც ხო ნუ კარგი ხო ხო და რა მოვიფიქრეთ საჩუქარი არ მინდა და შენ გადაიხადე მანქანის ის მოკლედ რემონტი რაც ქვია ყველაფერი გადამრევს თქვენ მე რა გადამრევ და გადაცემა როგორ დავიწყო მე ვინ გამიკეთებს მაკიაჟს ვინ გამიკეთებს მაკიაჟს მარჩვი როგორც გასწავლე რა ნუ ნერვიულობ ერთი წუთი არ მომეკარო შენ რა გინდა ახლა გავიგე ეს აი გასაგებია გავიგე რომ ის ვერ მეკარება რუსკა მე და შენ რატო ხარ აქ გრიმზე მითხარი ბიჭო მე თეას ვერ ვეკარები შეხედე რა სახით მეყურებს პროსტა რა თეას რატო ვერ ეკარები მანქანა ნახე მაგისი ანუ თეას მანქანა შენ და მომეკარე ერთი როგორ მოგივიდა ბიჭო მივდიოდი ჩემთვის რა შენთვის ხო და სათვალე დამეორთქლა წინ დავინახე ვიღაც დგას აჰა უსიგნალე მეთქი გაიწევა დავეჯახე და ძეგლი აღმოჩნდა კარგია ძეგლი და ძეგლს დაეჯახე სათვალე დაგეორთქლა დაუორთქლავად კარგად ხედავ კარგი წამოდი წამოდი მე ერთი ეგრეთ წოდებული ჟესტიან შიკი მყავს კარგი და იმას დაურეკავ ხო ჟესტიან შიკი არა აბა უფრო რესტავრატორი ძეგლისთვის ძეგლის რესტავრატორი ძეგლის ხო ჩაღ როგორ მოახერხე წამოდი ეხლა ეს დაუკრავს Shikatenda Seahla amovida Washington shishwatrea Tatsimat samovida Amsterdamshi Ahla shvidi saati Vitrinashi ganan Monica Jenniferi Samantha Gabriela da Natia Tokyo shishwatrea Robote satsetsineva Seulshi pikrobe histwara Kheni anta shaligeva Bilishi akhlapele Fizotana Gilsika vetquela Kamajova gamis show itzkeva Albatonebo da badonebo Othar Dadishvili საინტერესო კვირა იყო დამეთანხმებით ძალიან საინტერესო კვირა იყო აი მაგალითად ერისიონი წავიდა კრემლში საცეკვაოდ
ატყდა ერთი ამბავი. ზოგი ამბობდა, რომ ეს არის ღალატი, როგორ შეიძლება კრემლში ცეკვა. ზოგი ამბობდა, რომ რაქლანავა ანსამბლია, გასტროლია, ხო უნდა წავიდეს. ზოგი ამბობდა, რომ ხალხისთვის მაინც ეკითხათ. ჩემი აზრით, ცეკვასთან დაკავშირებით ქართველ ხალხს არაფერი არ უნდა კითხო. იმიტომ რომ ქართველმა ხალხმა უკვე ერთხელ დაუშვა შეცდომა. თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ბატონმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მეო ქართველი ვარო. ეხლა რა ხდება იცით, გაიგო რომ ჩვენთან ამოქმედდა საქართველოში უფასო ჯანდაცვის პროგრამა და მოუნდა ბიჭს რა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალაქ თბილისში ააშენა იმიტირებული სასაზღვრო გამშვები პუნქტი. ანუ თბილისშია ეს სასაზღვრო გამშვები პუნქტი, აქ მოამზადებენ მესაზღვრეებს და რომელსაც შემდეგ გაუშვებენ ამ მესაზღვრეებს საზღვარზე სამუშაოდ. ესე იგი რა ხდება? მე ვიყავი ძალიან მაგარი რაღაცაა. არის ეს იმიტირებული გამშვები სასაზღვრო პუნქტი, ანუ თქვენ ბრუნდებით მოდიხართ იმიტირებული თურქეთიდან, შემოდიხართ იმიტირებულ სასაზღვრო პუნქტში, სადაც ხვდებათ იმიტირებული მებაჟე, რომელიც გთხოვთ იმიტირებული ღიმილით, იმიტირებულ პასპორტს, საქართველოს პასპორტს, თქვენ იღებთ ამ იმიტირებულ საქართველოს პასპორტს, აწვდით, ის იმიტირებულ ბეჭედს ურტყავს თქვენ იმიტირებულ პასპორტში და გეუნებათ იმიტირებულად, რომ კეთილი იყოს თქვენი მობრძანებაო. შედიხართ თქვენ იმიტირებულ სამშობლოში, ხართ ბედნიერი, სადაც ხვდებათ იმიტირებული კაცი და გეუნებათ იმიტირებული ტაქსი ხო არ გინდაო. ცუდი ამბავი გავიგე ხალხო, ძალიან ცუდი ამბავი. ერთმანეთს შორდებიან რა, უფროსები აშორებენ, თორე ისე კი უყვართ ერთმანეთი. შორდებიან 2 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ ერთმანეთს შორდება დენის და ნაგვის გადასახადი. შორდება რა არის იცით ახლა, კი უყვართ ერთმანეთი. კი უყვართ და შეეწყვენ ყველანაირად ხასიათით, ყველანაირად შეეწყვენ ერთმანეთს, მაგრამ პარლამენტარები ეუბნებიან დევს, დენს ეუბნებიან, წამოდი, რა გინდა მაგ ნაგავთანო. საინტერესო იყო თუ როგორ ჩამოართვა ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ხელი ბატონ მიხეილ სააკაშვილს. აი ნახოთ პირველი შეხვედრის დროს როგორ ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი. გთხოვთ. ეს პირველი. ახლა ვნახოთ როგორ ჩამოართვეს ერთმანეთს ხელი მეორე შეხვედრის დროს. ახლა მე წარმომიდგენია მათი მესამე შეხვედრა როგორი იქნება და მესამე შეხვედრის დროს ხელის ჩამორთმევა. მოდის ბატონი ბიძინა ივანიშვილი, ანუ მე ახლა ვარ ბიძინა ივანიშვილი. ნეტა ვიყო. ხო? მოდის ბატონი ბიძინა ივანიშვილი, იქიდან მოდის ბატონი მიხეილ სააკაშვილი და ბატონმა ბიძინამ უნდა ჩამოართოს ხელი ასე და ჩამოართოს. ჰოპ. კარგი. რუსულ ბაზარზე ბრუნდებაო ღვინო და მინერალური წყლების რაღაც გარკვეული სახეობებიო. გაჩნდა შეკითხვა, ძალიან ლოგიკური შეკითხვა, რატო არ ბრუნდება მწვანილი, ქართული მწვანილი რუსულ ბაზარზე. მე მინდა გითხრათ, რომ ქართული მწვანილი რუსულ ბაზარზე არ დაბრუნდება, იმიტომ რომ ონიშენკომ შემოგვითვალა. ღვინო წამოიღეთ, პრასი არ გვინდა გვაქვსო. არ სრულდება კამათი, არის მითქმა მოთქმა, დღემდე ქუთაისში უნდა იყოს თუ არა საქართველოს პარლამენტი. მე ვიცი რომ ძალიან ბევრი ქუთაისელი მხარს უჭერს იმას, რომ ქუთაისში იყოს პარლამენტი. მე ახლა გასწავლით როგორ შეინარჩუნოთ ქუთათურებო თქვენს ქალაქში პარლამენტი. დეპუტატები ხო ქირაობენ თქვენგან ბინანს, ხო? ბინას ქირაობენ, ხო უნდა იცხოვრონ სადღაც. წინასწარ გამოართვით 6 თვის ფული და ზოგიერთი დეპუტატი ისეთი წუწურაქია, რომ არსად არ წავა და ხმას მიცემს და დარჩება ქუთაისში პარლამენტი. ესეთ დიდი მადლობა. მოკლედ, კახეთში სეტყვით დაზარალებულებმა მიიღეს კომპენსაცია. ალბათ გაინტერესებთ თუ ვინ რაში დახარჯა ეს კომპენსაცია, ხო? ნახოთ. კომპენსაცია მიიღეთ, დავამატეთ ზოგი ჩვენი დანაზოგი. ამ კომპენსაციით შევეძინე ავტომობილი Mercedes-ი. რითვისაც დიდ მადლობას ვუხდი ბატონ ბიძინას. ამიღეთ 6,000, ჩვენ არა. ჩემო მეუღლემ არა, ეს ჩემ დედამთილს შეხვდა. დედამთილისაა ეს. და შევიძინეთ ეს მანქანა, ავტომანქანა Mercedes. ჩემი შვილი აგროვებდა ფულს, რომ დიდი ოცნებით უნდა და მანქანის ყიდვა და დაემთხვა ეს ამბავი, რომ ამ დასეტყვასთან დაკავშირებით გადმოგვცეს ფული. დანარჩენი ნაწილი ბანკიდან გამოიტანა ნაწილი ასე და შესძლო თავისუფლად ყიდვა ამ მანქანას.
არა, რაზე მწყდება იცი გული ხალხო? ამ ცეკვით Range Rover-ი ხო ვერ მოვიგე და ეს სიტყვა და მეხი მაინც დამცემოდი. ასეთი აი გაგიკვირდებათ და ძალიან უიღბლო ვარ. კიდე გაგიკვირდებათ და ჩვენ ვიწყებთ ღამის შოუს. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ გენერალური დირექტორი მოუხსნეს, საინფორმაციო უფროსი მოუხსნეს, ბორცვს უშლიან, მაგრამ დიპლომები ხო აჩუქეს. და რუბრიკის სტუმარია ძალიან რეიტინგული ტელეგადაცემის წამყვანი, ასეთი გადაცემა არის აქცენტები ეკა კვესიტაძესთან ერთად და ჩვენი სტუმარია ქალბატონი ეკა კვესიტაძე, გთხოვთ. ძალიან დიდი მადლობა, რომ მობრძანდით. ჩვენ არც ისე განებივრებულები ვართ საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სტუმრებით და ნუ ვიცი არ მოდიან ხოლმე ხშირად. როგორ არ პატიჟებ, მაგრამ ასე ხშირად ვერ მოდიან ხოლმე, იმიტომ რომ თქვენთან სულ რაღაცა ხდება ქალბატონო ეკა და ხო ხდებით ეს არის ძალიან რთული. მე მინდა თავიდანვე საჩუქრებით დავიწყო. მე რო არ იყოს სალაპარაკო, ესე იგი აი ეს არის ჩემი ლიცენზია როგორც ექიმი რადიოლოგის. აჰა. დავიკითხოთ, რადიოლოგი. ხო, ფრანგულად არ წერია, ანუ შეგიძლიათ ქართულად. ეს არის ჩემი ლიცენზია როგორც ექიმი ნეიროქირურგის. აი მე. ესე იგი ნეიროქირურგიც მყავს. რა თქმა უნდა, ღმერთმა არ დაგაჭიროთ. ეს არის გლაზგოში ვიმყოფებოდი დიდ ბრიტანეთში მოხსენებით და ეს არის როგორც მონაწილე კონფერენციის ევროპის ნეიროქირურგთა კარგით. ეს არის რუსეთში დავიკითხო? კი, წაიკითხეთ. ეს არის რუსეთში დავიცავი ხარისხი. ახლა შეიძლება უკვე ამაზე საუბარი, ეს მანამდე უმალავდი. ხო, მაგრამ მაინც ხარისხი დავიცავი და მაინც გქონდეთ. კი, კარგი. საბჭოთა პასპორტს. ხო, კარგი. ეს არის დიპლომი წლის საუკეთესო ნახევარმცველი 100 კილოგრამზე მძიმე ფეხბურთელებს შორის. ეს ჩემი ოფარდადი. კი ბატონო. და ეს არის დიპლომი, აი ნახეთ, წლის საუკეთესო ჯართის შემგროვებელი. ოთარ ტატიშვილი სხვათაშორის აი ამ დიპლომს ბიძაჩემის მოსკვიჩი შეეწირა, იმას დღემდე გონია რომ ხედრიონმა მოპარა. აჰა. კარგი. აი ეს დიპლომიც თქვენ ქალბატონო ეკა და ძალიან გთხოვთ, მე რომ ესე იგი ოთახი უნდა შემიცვალო, მაგრამ ამდენ დიპლომს ვერსად ვერ დავკიდებ. პატარა ოთახი მაქვს და იქ არ დამეტევა და ხა უნდა ვუხარ. როცა დამინიშნავენ გენერალურ დირექტორს. აი მაშინ ვეტყოდა, ეს როდის იქნება არ ვიცი. კაცმა არ იცის. კარგი, მანამდე სახში რო დაკიდოთ. სახში? სახში უკვე თეატრალკიანის დიპლომები დავკიდე, ასე რომ ის სულ 2 წელი იყო და ეს რამდენია, ნახეთ რა. მე რატო გაჩვენე? აი ამოვარჩევე ხა საუკეთესოს. კარგი, ალბათ უფრო ჯართის. ეს პატივი ერგება რომელიღაც თქვენ დიპლომს. მე რატო გაჩუქეთ ახლა ეს? გაინტერესებთ ალბათ, ხო? იმიტომ რომ ჯანდაცვის მინისტრი რო გავხდები, მე რო ზედმეტი შეკითხვები არ გაჩნდეს. მე ყოველ გადაცემაში მე თვითონ მოვიტან მე ამ დიპლომებს. მე რა თქვენ, აი თქვენთან რო იქნება ვინმე ოპონენტი ჩემი, ხო? მე ხომ ეყოლება ყველა ვარიანტში ოპონენტი, ჯანდაცვის მინისტრი რო გავხდები, რომ დაждდება ქალბატონო ეკა, ეს ტატიშვილი საიდან მოიყვანეს, ვინ არის? აი ვეტყვი, აი ნეიროქირურგი, რადიოლოგი, გლაზგო, დიდი ბრიტანეთი. ნუ თუ ოცნებიდან იქნება ვიღაცა, ენა მაინც არა გაქვთ ამთავრებული. რატო? ენა არა გაქვს ამთავრებული. იქ მოხსენება ინგლისურად გქონდა გლაზგოში. არა, ენა სხვა, ენა ფრანგული უმაღლესი სასწავლებელია. არა. ფრანგულად ვიცი ერთი წინადადება. La dimanche toute la famille passe à la campagne. და ვინ გასწავლა? გადათარგმნით? La dimanche კვირაობით? Toute la famille მთელი ოჯახი? passe à la campagne. passe à la campagne მიდის ქალაქგარეთ. ატარებს ქალაქგარეთ დროს. ცოდნია რასაც. არა ჩოლები. კარგი.
ახლა მითხარით, როგორი შთაბეჭდილება დატოვა თქვენზე? ჩემი მეგობარია სხვათა შორის ქალბატონი თეა წულუკიანი. ჩვენ ჩემთან იყო გადაცემაში, მე გავაპიარე პირველად. სხვათა შორის მე გავაპიარე პირველად, როცა ჩამოვიდა და არავინ არ იცნობდა. ვიკამართოთ ახლა ქალბატონო ეკა? ვინ იყო პირველი? თქვენ. მადლობა. თქვენ. ხო. აი ძალიან მეყვარს ჩემ პირველობას რო აღიარებენ. არა, მე ვაღიარებ, ყოველთვის ვაღიარებდი. მე მიყვარს, ოდესაც აი ესეთი აქცენტი სწორად არის დასმული. ცოტა ნერვიულობდა, მე მგონი, აი თქვენთ მომენტში ბანკა რო წამოგცდათ, ხო? არ წამომცდა, ხა გეტყვით. გაუხარდა? მითხარით. კი ბატონო. ეხლა ეს იყო დაგეგმილი. იმიტომ რომ მე მინდოდა შემომეწმებინა ქალბატონი თიას მგრძნობელობა ბარბარიზმებზე. ესე იგი, ჩვენ ეხლა ჩვენ ვიცით რომ როგორი თავანკარა ქართულის ცოდნია ქალბატონი თია, ხო გვახ? კარგი სიტყვა. ქალბატონი თიას მოეწონება, ხო გვახსოვს რომ შეიჭრა მთავრობის ხთომაზე უგულავა ვითარცა როგორ იყო? გელი იგი ვარსკენ. არა? არა. ვითარცა ხულიგანი. მე თქვა რომ რაღაცა განიხუნა. და ამის შემდეგ უკვე პრემიერი რო გამოდის და ამბობს შედიქალო ბუტკაში, პრეზიდენტმა მითხრა რომ რაღაც პაესტკაში წავედი, მარგველაშვილი არის რანიმი. მე ვიფიქრე, მოდი შევამოწმოთ ახლა ამ ფონზე, ისევ ისეთი ფაქიზია თუ არა ქალბატონი თიას სმენა ბარბარიზმების მიმართ, როგორც აქამდე იყო. და აღმოჩნდა რომ ძალიან ფაქიზია. ასე რომ ბატონ პრემიერ-მინისტრს მინდა მიმართო. ნუ გაიხმართ ბარბარიზმებს, თორე თქვენამდეც მოვა. აი ესეთი კარგი, ახლა მე გეტყვით, მოდი არავის რო არ ეგონოს, რომ ჩვენს დავგეგმეთ რაღაცა წინასწარ და ხო პირველად შევხვდით ჩვენ დღეს ერთმანეთს. აი როგორც იქნა გაგიცან, იმიტომ რომ სულ მინდოდა რომ ყველაფრის ექიმი მყოლოდა, აი ნაცნობი, ვისთანაც მივიდოდი და ეს დარეკვა და რაღაც არ და ბოლოს და ბოლოს. კი, მე ყველაფრის ექიმი სწორგზაზე დაგაყენებთ. ცეკვას გასწავლით. ფრანგული არაჩვეულებრივად გავუგებთ ერთმანეთს. ხო სხვა ფრაზებსაც გასწავლეთ. რაც არ უნდა მკითხოთ, ქალბატონო ეკა, ყველაფერზე გიპასუხებთ, ლა დიმანშ ტუტლა ფამილ პასალა კომპა. ყველაფერზე ეს ჩემი ესეთი ვთქვათ, გვირგვინოსანი ფრაზა, ეხლა მინდოდა მე თქვა კარონი, მაგრამ ბარბარიზმია. გვირგვინოსანი. თქვენამდეც მოვა ქალბატონი თია. ჩემამდეც, ჩემთან იყო ქალბატონი თია სხვათა შორის და ძალიან კარგი სტუმარი იყო. მინდა გითხრათ, მე ახლა უნდა ვაღიარო, რომ აი ასეთი მაღალი რეიტინგი ამის შორის კი. რა გადასარევია? არ ქონია? ნუ ეხლა ამ გადაცემას უფრო მაღალი რეიტინგი ექნება, მაგრამ კი, ეჭვიც არ მეპარება. ეჭვიც არ მეპარება. პირველ რიგში ვისაუბროთ. პირველი არხის მიმართ ყურადღება მაშინ მძარცდება, როცა დირექტორი არ ყავს ხოლმე. ეხლა ხო ხედავთ რომ ყველა ნიუსი არის გაჯერებული ინფორმაციით პირველ არხზე. რა გინდათ? მე კიდე რაღაც პრეტენზიები გაქვთ ხოლმე რომ აქტუალურები არ ახართო. არანაირი პრეტენზია მე არ მაქვს, მე მინდა გითხრათ, უბრალოდ კითხოთ, როგორი კაცი იყო ბარათაშვილი. არ ვიცი, გაცნობა ვერ მოვასწარე სამწუხაროდ და სანამ გადავაყენებდა წინა დღით დავგეგმე რომ აი ძალიან ესეთი სავსე თვე მქონდა, კარგი რესპონდენტები მყავდა, რეიტინგული გადაცემები მქონდა და ძალიან მე ხოლმე ეს ძალიან მაინტერესებს რა. თქვენ გონიათ მე მინისტრი რო გახდებით, ხო შევთანხმდით რომ მოვიწევთ. კი ბატონო. ისე არ გეგონოთ რომ თქვენ რომელიმე სტუმარზე ნაკლები სისულელის ლაპარაკი შემიძლია. ამას არ ვიფიქროთ და დამიძახეთ თამამად. კი ბატონო, განაგრძო. და ვიფიქრე რომ ეხა შევამეთქი და პრემიას მოვთხოვ თქო. ნუ აი ლეგიტიმურად მაქვს ამის უფლება მოვითხოვო პრემია აი მძიმე ერთი თვისთვის. და მოხსნეს, აი ყველა მოხსნეს, უკვე აღარ ვიცი ვის მიმართო. ხო არ მიმასწავლე ვის მიმართო. ვაიმე, აი ამ შემთხვევაში არ ვიცი. ყველაფრის ექიმი ვარ, მაგრამ ყველა დირექტორს ნამდვილად არ ვიცნობ. პრემია გინდათ? რო გადმოხვიდეთ ჩემთან გადაცემაში სამუშაოდ. მოგეწონეთ? ღამის შოუ აქცენტებით რა თქმა უნდა. ღამის შოუ აქცენტებით ოთარ დადიშვილთან და ეკა კვესტაძესთან ერთად. მაგრამ გადასარევია, ახლა ვფიქრობდი რომ პოლიტიკა ძალიან მომბეზრდა და მართლა მთავაზობ სერიოზულად. ხელშეკრულება იქნებ შემომიტანონ გადაცემას. კი ბატონო, მოვამზადებთ ამ ხელშეკრულებას. აი ესე სიტყვაზე ვერავის ვეღარ ვენდობთ. საჭიროა დიპლომების წარმოდგენა, სერტიფიკატების, ხელშეკრულების. ხო, დიპლომები გვაქვს, ახლა ხელშეკრულება გვაქვს. შემდეგ გადაცემაში მე რომ მოვალ თქვენთან, მოვალ ხელშეკრულებით. მე ისე სიმართლე გითხრათ, მეც არ ვიცნობ პირადად ბატონ ბარათაშვილს, მაგრამ მართლა შემეცოდა რა. რატო შემეცოდა, იცი რომ ერთი თვე აცადეს და ისიც თებერვალი ხალხო. ეს
ეს რო ყოფილიყო აი 28 ერთი თვე აცადეს და ისიც ებერვალი და ასე უცებ მოხდა ისე არ იცნობთ ხომ არაფრის თქმა არ შეგიძლიათ არა ორჯერ ვნახე და მინდოდა და გაცნობა ერთხელ ნახეთ რომ დანიშნეს ერთხელ ნახე რომ დანიშნეს მეორე ნახეთ რომ მოხსნეს და შუალედში მინდოდა გაცნობა მაგრამ ვერ მოვახერხე ახლა კონკურსი დაიწყო ხო ვინ იქნება ახალი დირექტორი ხარ შემოიდა ამდენი დიპლომები გაქვს მე მგონი გადასეთ გამოჭრილი თქვენ აქეთ პირიქით აქეთ მოდიხარ არა შენ აი ეხლა გადავწყვიტო დაინიშნები დირექტორი და პრემიასაც გამომიწერ და აი ყველაფერი მოგვარდება არა თქვენ თავისთვის ფიქრობთ რა თქმა უნდა დარწმუნებული ხარ მე პრემიას გამოგიწევ თქვენ ხო? რა აბარას ვიზავ? აბარას ვიზავ. ეს დიპლომები მიმაგ ახლა ბორცს უნდა ჩავაბარო. კი, ჩავაბარეთ. აი ნახეთ ეს ჯერ მაინტერესებს სანამ მე რაღაც CV-ები მაქვს ამოწერილი სურველების დირექტორობის მაგრამ ბარბარიზმს ნახმართ თუ შეიძლება. ბიოგრაფიები. ბიოგრაფია ბოდიში. არა ვიშევს. ბიოგრაფიები ბარბარიზმებს არ ხმარობ. და რამდენიმე სასაცილო დეტალი ამოვიწერე ამა თუ იმ ბიოგრაფიიდან, ეგრეთ წოდებული CV-დან. ხო შეიძლება ასე თქვა, ეგრეთ წოდებული დავუხტო წინ? ნუ რა ვიცი. კარგი, გმადლობთ. მოგიტევებთ. ერთ-ერთ გრაფაში. მე და ქალბატონია. კარგი. სამუშაო გამოცდილება არის ასეთი გრაფა. და ერთ-ერთს უწერია. 2003 წელს წყალსადენის ქსელების ექსპლუატაციის სამსახურის მექანიკოსი. ალბათ ეს ფიქრობს, რომ პირველი არხიო ისეთი წყალწაგებულია, მარტო მე თუ უშველია. კარგი. სხვა სასაცილო ამონარიდები. ენების ცოდნა, ერთ-ერთს უწერია. რუსული არა, ინგლისური არა, ქართული საშუალოდ, მეგრული ბრწყინვალით. აქვს შანსი აი როგორ გონიათ? აი მე მგონი ეგ არის ზედგამოჭრილი. იმიტომ რომ ვერავისაც ვერაფერს ვერ გაიგებს. ვერც საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მის ლაპარაკსაც ვერ გაიგებს და აი მე მგონი კოჰაბიტაცია მხოლოდ ამ შემთხვევაში შედგება. და ყველა ბედნიერი იქნება. კი, მე მგონი უნდა დაუკავშირდეთ მაგ ადამიანს. კი ბატონო, კომპიუტერული პროგრამების ცოდნა. აი ახლა რა უწერია ერთ-ერთ კანდიდატს. Windows-ი, online პოკერი და online სამკარტა ბურა. აი ესეთიც არის, ამაზე რა სიტყვით? არა, მე ის მირჩევნია, ბრწყინვალე მეგრული ლაპარაკობს. კარგი, კიდე ერთ წარმოგიდგენთ მაშინ. განათლება ხო არის ასეთი გრაფა? კი. ერთ-ერთ კანდიდატს უწერია თბილისის იოგას უნივერსიტეტის ზესტაფონის ფილიალი. და დამატებითი ინფორმაციაში აქვს მინიშნებული ვარ ენერგიული, მიზანმიმართული და შრომის მოყვარე. შეგიძლიათ ნახოთ ჩემი ფერმა Facebook-ში. და ელფოსტაც აქვს მითითებული. American Cucumber 2009 ძაღლუკა Rambler.ru. აი ეს არის ნამდვილი კოჰაბიტაცია. American Cucumber Rambler.ru და ძაღლუკა ესეთი ნამდვილი ჭეშმარიტი ქართული სახელი. თავანკარა ქართული. თავანკარა ქართული, გიყვართ ეს სიტყვა. თავანკარა ქართული. კარგი. და ნუ მე ერთ-ერთია კიდე აღარ მინდა ის რომ ცეკვავ კარგად ვარ ექიმი, ასე შემდეგ ამას აღარ წავიდიხო. ხო, ეს და მაქვს ბევრი დიპლომები. კი ბატონო. სხვათა შორის თქვენ გქონდათ ამერიკის პრეზიდენტთან ინტერვიუ. ხო? არ გჯერათ? არა, ჯერა, როგორ არ ჯერა, მაგრამ რა შეგიძლიათ ამ რამე გაიხსენოთ. როგორი ადამიანია ეს ამერიკის პრეზიდენტი? რომელი ამერიკის პრეზიდენტი იყო? ამ ხალხმა არ იცის. ამერიკას ბუში იყო, ბუში. შვილი თუ მამა? ეხა მამა? არა, მამა არა. ეხა მამასთან. გავარ ახლა მე მამასთან. იმას აქში ვარ ახლა მე რომ მამასთან. რა ბუშმა შვილმა? ბუში. სხვა შორის არის ძალიან სასიამოვნო რესპონდენტი აღმოჩნდა. კეთილგანწყობილი, კარგი და არა აქ რაც თავარია ცვილის ფიგურას არ მიუგავს სახე. და ეს ძალიან შთამბეჭდავი იყო. აი ესეთი იყო რა, აი რომ გაგზნობინებდა თავს სახლს შემობძანით და თეთრი სახლია, თავი იგრძედით როგორც საკუთარ სახლს. ჯიგარი რა. გადასარევი. ჯიგარი. იცი რა, მე მგონია რაღაცა ეჭვით მიყურებ და მგონია რომ მაინც არ გჯერა ჩემი. რა? რომ ამერიკის პრეზიდენტი შეხვდე თეთრ სახლში. არა, მე მჯერა. მე მჯერა. ეხლა ყველაფერი დიპლომებით უნდა დავადასტუროთ, აი ესე. აი, ნახე? ხედავ? კი, ეს ვანახოთ. ხო, ჩვენოთ.
აი, ნახეთ. ამას გჩუქნით. მე? აბა ხომ დიპლომატი რა გაჩუქა, ერთი სურათი არ გაჩუქო? ჩანს. აი, ეს არის ამერიკის პრეზიდენტი. აი ეს ბუში შვილი, აქეთ ხალბატონი ეკა. სხვათა შორის აი ამ სურათს ახლა ვიტყვი, სამაკაცმა იცოდა ეს საიდუმლო, ჩემი საიდუმლო. ხო. და ნუ ველოდები გადაგვიღე სურათები რა თქმა უნდა და ველოდები იმეილზე სასოებით როდის მომივა ეს სურათი და გავხსენი სურათი და რას ხედავს? ნუ საშინლად გამოვიყურები. აი ხო არის რაღაცა პოზა, აი ცხვირი მაქვს საშინლად. ეს მე მგონი რაღაცა ეს ქალებს ყველას გაქვთ ეს ჩახვეული რო ცხვირი საშინლად. არა, ნუ ეხა არა. არა? არა, ეს მართლა ესე იყო. ნუ ვუყურებ ამ. მეტყობა ამერიკაში იცვლება ეს ცხვირი, ხო? არა, რაღაცა ცუდად გადამიიღო ფოტოგრაფმა, ნუ ყველაფერი იქაურმა ფოტოგრაფმა. არ იყო კეთილგანწყობილი ჩემს მიმართ და ცუდი ფოტო გადამიიღო. და მამუკას ურეკო ჩემ რედაქტორს, მეთქე ეხა ფოტოს გიგზავნი, მაგრამ არ ვიცი რა მექენით. და აი აქ, ნახე. აი აქ, აი ეს ცხვირი მაქვს შესწორებული. ესე მომიხდებოდა რაღაცა ისეთ შესწორებული. ეს თქვენი ცხვირი არ არის? არა, აი ცოტა არის გავამაზებული. და ეს საიდუმლო ეხა პირველად შენ მოგიყევი. ჩვენთან ექსკლუზივი, ჩემთან გადაცემაში. აი ნახეთ. მოკლედ დიდი მადლობა მინდა გითხრათ მოგზანებისთვის. მე მართლა თქვენი აქტიური, ასე ვთქვათ, მაყურებელი, გულშემატკივარი ვარ და იმედია რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება. მეც მოვალ თქვენთან რაღაცას მათქმევინეთ, მიმიშვით, ასეთი ლექსი იყო თუ გახსოვთ, მიუშვით ერთხელ მიკროფონთან ფორდის მუშები. გახსოვთ ეს ლექსი? ხო და დამიძახეთ და მიმიშვით და მეც მათქმევინეთ სიმართლე. რაზე გინდა სიმართლეს თქვა? ყველაფერზე. ცეკვავენ ვარსკვლავებზე. აი მითხარით, მართლა? რამე ექსკლუზივი გაქვთ? მე ხო მოგეცით ექსკლუზიური ინფორმაცია. ისეთ რაღაცებს მოყვები. აი თქვენ გადაცემაში, დანარჩენი თქვენთან. დანარჩენი ჩვენთან. კარგი, დაელოდეთ ოთარ ტატიშვილს ჩემს გადაცემაში. უყურეთ აქცენტი. ეკა კვესიკაძე, დიდი მადლობა. დიდი მადლობა. გადაცემის შემდეგი რუბრიკა გახლავთ ახალი ხალხი ახალ სეზონში. და სტუმრად მოვიწვიეთ პოპულარული ტელესერიალის შუა ქალაქშის მსახიობები დიმა ტატიშვილი, ქეთი გეგეშიძე, მანანა კაზაკოვა, ნუკი კოშკელიშვილი, ხო? დიდი მადლობა, ნუკი, შენ როგორ ხარ? მე მინდა მოგილოცო, ესე იგი ის რომ შენ თურმე ცეკვავ და მინდა გითხრა რომ აბსოლუტურად უსამართლოდ გავარდი. პირველივე ტურში უნდა გავარდნილებავი. კარგი. მე არ მეცინება. ეს კოშკელიშვილი ვისი იდეა იყო? ამოთხეულში. კარგი. ანუ მე გავარდი უფრო გვიან ვიდრე უნდა გავარდი. არა, კაი, ხუმრობ, ძალიან კარგად ცეკვავდი. იცი რა, შენ თუ გონია რომ კარგი სათვალე გიკეთია, ძალიან ცდები. ერთით ერთი. ახლა დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. კარგი, როგორ ხართ ხალხო, მითხარით ახლა, მომიყევით, რა ხდება ახალი, რა არის. ისე სხვათა შორის არაჩვეულებრივია შუა ქალაქში მიხვდნენ რომ ტატიშვილის გარეშე შუა ქალაქი არ ვარგა. გაუშვეს რა ერთი ტატიშვილი მოიყვანეს მეორე. ეხლა რამდენად ჯობია მეორე პირველს ეს სხვა საკითხი. თავარია არ გაასამონგა. მეორეზე გაჩერდნენ. თავარია მეორეზე გაჩერდნენ და ეს არ გაასამონ. ისე მართლა წარმოუდგენელია, ნუ კითხვი, ქალბატონმა თქვით, რომ ტატიშვილის გარეშე შუა ქალაქში რა და ქრონიკა წარმომიდგენია. იმედის დილა მით უმეტეს წარმომიდგენია და შუა ქალაქში ტატიშვილის გარეშე წარმომიდგენია. არა, მართალია. ისე მე რო გამიშვეს თიმა შუა ქალაქშიდან, სერიალიდან შუა ქალაქში. რომ გამიშვეს გული ძალიან არ დაწყდესო ბიჭსო და მე გააკეთეს ეს შოუ, ღამის შოუ ოთარ ტატიშვილთან ერთად.
ხო და შენ როცა გაგიშვებენ მე მინდა გთხოვო რომ გული არ დაგწყდეს შენ ამ რაღაცას გამიხსნია არა იცი რატო აი შეხედე აი აქ ერთადერთი ცვლილება ოთარის მაგივრად დიმა ჩაიწერება თო ესე რა გამოდის შენ ახლა რაღაცა ყინულმჭრელი გაიგე შენ ესე გაუყვალავზე გადიხარ და მე მოვდივარ ხო მოყვები ფეხ და ფეხ კარგი შეიძლება რადიოლოგის წამოკრა ხელი რაღაც არა ნახე როგორ იცი ეს ჩემი პაციენტია აი თქვენ რო გონიათ ნუკი კოშკელიშვილი ასეთი ახალგაზრდა ჯანმრთელი არც ასე არა და შენ ესე კარგი ექიმი ხარ ანუ ისე რა ო აღიარებ ისე რა ხო ერთხელ მოვედი შენთან და ნაღulis ბუშტი ამომჭერი არა და თავის ქალა გადამიიღე და რანაირად მაგარი უნდა იყო თავის ქალას რო გადაიღებ უნდა იცოდე იქ ნაღulis ბუშტი რა ხდება კუჩი რა ხდება და ყველგან რა ხდება უნდა იცოდე უნდა იყო მაგარი ექიმი ერთ კვირაში რო ფეხზე დაგაყენე ამას რატო არ ამბობ ერთ კვირაში რო გადაცემა მიყავდა პირდაპირ ეთერში დრენაჟით თუნდაც ასე ცუდი იყო ქავდოლ მანანა თქვენ როგორ ხართ კარგად სხვათა შორის თქვენი მეუღლე იყო ჩვენთან გადაცემაში სტუმრად და კარგად იხუმრა ხო ჩემზე ძირითად ჩვენზე თქვენზე იხუმრა რა მითხრა იცი ბატონ მაჭოლა რომ მობილური რატო არ გაქვს მეთქი და იმიტომ რომ მანანას ურეკავენო და მე რომ მკითხულობენო მანანა ბედნიერიაო ვიღაცა რო урეკავსო ასეა ეს ნუ რადგან სხვა ალბათ არ მგონია არ უყურს ტელეფონი და მე ვითავსებ ამ როლსაც ამ თქვენ მეუღლეც ხართ მდივანიც უხელფასოთან ხელფას არ მიხდიან ამაში არ გიხდიან ხელფას ამაში დივანი ავტომობილს ძალიან ხაბატონ მანანაზე რომელი კამერა მუშაობს უბრალოდ აი ხაბატონ მანანა სპეციალურად ჩემი ცოლისთვის გაიმეორეთ რომ თქვენც უხელფასო მდივანი ხართ რომ ის მარტო არ არის ხო რომ იცოდეს რომ ამაში მარტო არ არის ცოლები არ ითხოვენ წესით რომ აზრი არ აქვს რომ მოვითხოვდი მე მინდა შევახსენო ჩვენ მაყურებელს რომ ქავატონი მანანა არის უნიჭერესი და უდიდესი მსახიობის მიხეილ კაზაკოვის ქალიშვილი მე ვიცი რომ მამა თქვენს ძალიან ბევრი ცოლი ყავდა და შვილი რა თქმა უნდა, შესაბამისად, ბევრი შვილი და ასე შემდეგ. აი, ხო შეგიძლიათ ცოტაოდენი სტატისტიკა კაზაკოვების შესახებ, რომ მოგვაწოდოთ, რამდენი შვილია თქვენი მამიდაშვილების, ბიძაშვილების და ასე შემდეგ. შეიძლება შევცდე და ამერიოს ციფრები მე რაღაცას მოგიყვებით, იუბილეი იყო მამაჩემის და თინათინი იყო 4 წლის, რომ წავედი და აი პირველად მაშინ ნახა მთელი ბიძას ვაცნობდი ეს შენი ბიძა ეს შენ თქო თავის ხნის დეიდა ყავს უმცროსი ბიძა და ასე შემდეგ ბევრი იყო და ეს ჩემი და არის ეს ჩემი ძმა არის და ნუ ესე მე ჩამოვედი თბილისში და დედა ჩემს ეუბნება მე დუსიკ შენ რამდენი შვილი ყოლიაო და რატო არ მითხარ და ბავშვს აერია ხა ვერ გაიგო რომ მამა შეიძლება ბევრი ცოლი ყავდეს მე ჩემ მამობილს კითხა რომ მიშა შენი ძმა არისო და ეს ბავშვი აირია და ეხაც ვერ გარკვეულა ვინ არის იმიტომ სულ თან მიმოფანტულები არიან მთელ მსოფლიოში ისრაელში მოსკოვში და ნუ ეს ვინ არის მე გითხები ეს შენი ბიძა ეს ვინ არის ეს დეიდა და ბიძაშვილი მამიდაშვილი თინათინი ამისთანავე ყველა უცხო ადამიანს უყურებს იმ რაღაცა პერსპექტივით რომ იქნებ ჩემი ნათესავია მაინც და ამიტომ ძალიან თბილი და ესეთ კაი გოგოა ამის გამო ისეთ თქვენც ასე ფიქრობთ ხავატონ კეთი თქვენც ასე ფიქრობთ ნუკისავით რომ მე გამოსაგდები ვიყავი იმ ცეკვებიდან კაი გულსნო და ის არა შენ სარქველი არა არ ფიქრობ ეგრე არა აბა როგორ ფიქრობთ ძალიან კარგად ცეკვავდი და ძალიან კარგად ასრულებდი არა ძალიან მე ძალიან მომწონდა და ძალიან ხალისობდი და ძალიან ვიცინოდი ბევრს ბოდიში ახლა მითხარი სტატიშვილები მაინც ხო რაღაცა გვაქვს ხო რასაც ვერ წაგმართმე პეცი კი პეციანი ხალხი ვართ მე დიმა კი დიმა კიდე ვინ არის ნოდიკო ო ვაიმე გასამების პერსპექტივა აი ახლა გიყურებთ და მენატრება ის დრო
მე რო შუა ქალაქში ვთამაშობდი. იმიტომ რომ ჩემთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს როლი შუა ქალაქში და დღემდე ვერ ხვდები კაცო რატო გამომიშვეს. მართლა ვერ ხვდები. ერთი წუთი? ყურში მანიშნებენ ერთი წუთი? რა? არა, გენაცვალე, არა, მე ცეკვის გამო არ გამოუგდივართ იქიდან. რაღაც ვიდეო გვაქვსო და გავიხსენოთო და ვნახოთ ერთად? კი, ნახოთ. აი, გავუშვით, აბა. ეს რო არ მოგეწონება ხალხო მითხარით რა. ვნების ვულკანი მე ვიტყო. როგორ? ვნების ვულკანი. არა რა, აი ტატიშვილი რო იტყვის მაინც სხვა. მე ვიყავი ვნების ვულკანი. გაღვიძებული. ეხლა ხო გაიღვიძა იტალიაში. იმიტომ გამოგიშვეს იმ ცეკვები და შეეშინათ რომ არ დაგეჭრდილა ეს ხალხი. გენაცვალე შენ. აბა რა, აი გენაცვალე შენ. ცუდას რა დუდა მტერობა ხო იცი? კარგია მუდამ მტრიანი. დიახ. დიდი მადლობა. მე ქალბატონქეთი თქვენ მინდა შეგახსენოთ რომ ეხლა ბევრ შეიძლება არ ახსოვს რომ თქვენ შუა ქალაქში ახლა არ გამოჩდით პირველად. თქვენ მანამდეც იყავით ერთხელ ერთ სერიაში, ჩემთვის ძალიან საყვარელ სერიაში, თან რა როლი გქონდათ? თქვენ იყავით დედაჩემი. დიახ. უგნებოდ გავიხსენოთ ეს. გავიხსენოთ. ირაკლი სად არის? ირაკლი ნაცე ჩაუშუქემოთ. მაყოფილი ხარ? ის ფული რო გადმომიგდე, ჩანჩურამ დაიჭირა მესამეზე. აი რა დედა ჩანჩურა როგორ არ გახსოვს მესამეზე? არ მახსოვს და არ ვიცი და არც მაინტერესებს. ტყვილი ბორში გინდა? აუ რა ტყვილი ბორში დედა რა, რესტორანში ვიყავით, ნაჯახამ დაგვადიჟა. ნაჯახა რა ლანჩავას დაცვაში როა. მაგარი ვიმწვადავეთ რა. ღორის წვადი ხბოკეთზე შქმერულია 20 ლიტრი წითელი ღვინო და რავი ესენი რო წავლენ გამიცხელე. აი ესეთი მართლა მიყვარდა ეს სერია, განსაკუთრებით მიყვარდა ეს სერია, არ დაგიმალავთ და ახლა რა გამოდის? ქეთი რომ ესე იგი შუა ქალაქში გრძელდება იგივე სახელით, ხო? რამდენიმე პერსონაჟი დარჩა, ანუ ირაკლი ჩხეიძის დედა ხარ და ხარ გიას ცოლი. ანუ რა გამოდის? ეს მამა ჩემია. ეგრე გამოდის. მამიკო. წესით მე უნდა მეზრუნა შენზე შვილო. ისე ძალიან მაგარია. ძალიან მაგარია. აი ახლა წარმომიდგენია რომ დავაბრუნოთ ეს ყველაფერი. მე პატარა სცენარი მოვამზადე, ნუკი. შენ ხო იცი მე თან წერ რაღაცებს. ო, აბა რა. კი. დოსტოევსკი ვითვალ. თან გადაცემა მიმყავს თან წერ. დიდი მადლობა. და დაგირიგებთ მე თქვენ ახლა სცენარს მოვამზადე სპეციალურად. ეს დიმა ეს გადაეცი ქეთის. ეს შენ და ნუ მე ჩემთვის რაღა თქმა უნდა გამზადებული მაქვს, ნახე როგორ მაქვს გამზადებული. და ეხლა ჩვენ გავითამაშებთ ხალხო პატარა სცენას სერიალიდან შუა ქალაქში. რომ არ წასულიყო, რომ არ გამქრალიყო სერიალიდან ირაკლი ჩხეიძე, რა იქნებოდა დღეს? არ გაინტერესებს? მიწებთ თამაშს მიწებთ. ჩვენ წავდგეთ ხო? არა, თქვენ ჯერ მზადდებოდეთ და მე ნელ-ნელა შემომიერთდით იმის და მიხედვით თუ ვისი ტექსტი იქნება. შემოგესწევით მე. შემომესიეთ.
აჰა, ესე იგი ირაკლი, ანუ მე ახალგაღუძებული გამოდის საძინებლიდან. ტრადიციულად ასე იწყებოდა პირველი ორი სეზონი. გამოვედი და ირაკლი ამბობს. დედა, დღეს დიდი დღეა. დიდი. რა სიტყვი დედი, ჰა? დიდი დღეა. დღეს შენ გაიგებ იმას, რაც ასე ძალიან გაინტერესებდა. დღეს გაიგებ ვინ არის? მოიცა ბარსელონას ტკნელი? არა. არა. დღეს გაიგებ ვინ არის მამაში. ეხლა მოიცა. 40 წელი ვიცდიდი შვილო და ეხლა დროა გაიგო. აი ეს მამაშენია. აი ეს მამაშენია. გამარჯობა შვილო. მოიცა ეს მამა ჩემია? აჰა, იცი დედა, რაღაც ხმა კი მეცნობა, რაღაცას მაგონებს. კიდევ ერთხელ მომესალმე მამა. გამარჯობა შვილო. აჰა, დედა მოიცა, მამა ჩემი ექიმი ჰაუსია? მამა, შვილო. შვილო, აი ესეც გაიცანი, ესენიც გაიცანი, აი ეს არის დედა, ეს ჩემი და? არა. Yes. არა. ეს არის ლაშა ტორონჯაძის. მოიცა? ქეთევაღლონტი? როგორ შეიცვალა? შვილო. დიახ. მე მინდა კიდევ გაგაცნო ერთი არა არ არის საჭირო. არა, ჩემ შვილს უნდა გავაცნო. არ გინდა დღეს არ. აჯერდი დამაცადე. შემოდი. შემოდი. აი შვილო. აი. ვინც ეს არის ის, ვინც უშენობის სიცარიელეს მისცემდა წლების განმავლობაში. მიიღე როგორც ჩვენი ოჯახის წევრი. მოდი კიჭა, მოდი. ჩაიხუტე ძამიკოს, ჩაიხუტე. ეს კაცი თაგვია, მამა? ბიჭია. ბიჭი თაგვია. ჯერ კაცი არა. ძმაო, როგორ? აჰა, კარგია. აქტაში ახალხო თავდება სცენა? ჯერ არა. ჯერ არა? ჯერ არა, აი ნახე ხა რა მოხდება? მომესმენ მოიწევს. თავისუფალი ხარ. აი აქ თავდება სცენა და თქვენი აპლოდისმენტები, ასე. დავდანი. მონიტორი. დავდანი. მადლობა მინდა გითხრათ მობზანებისთვის. მადლობა მოწვევისთვის. მე ვარ ყველაზე დიდი გულშემატკივარი თქვენი. ერთ-ერთი ყველაზე დიდი არა, ყველაზე დიდი. იმიტომ რომ შუა ქალაქში ჩემთვის არის ყველაფერი. და შუა ქალაქში დავიწყე მე ზოგადად მოღვაწეობა, რასაც ტელესივრცე ქვია და რასაც აი ეს საქმე ქვია, რასაც ახლა ვაგრძელებ, რა ვიცი, ალბათ წარმატებულად. წარმატებებსაც გისურვებ. ძალიან დიდი მადლობა. შუა ქალაქში სახიობები და ახალი სახეები იყვნენ დღეს ჩემი სტუმრები. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მოგეხსენებათ 2 დღის წინ 8 მარტი იყო, ჩვენ მიულოცეთ ჩვენს ქალბატონებს 8 მარტი. მანამდე 3 მარტს გავიდა ჩვენი გადაცემა ეთერში წინა კვირას, ასევე მიულოცეთ ქალბატონებს. მე მინდა დავნერგო ახალი ტრადიცია. ანუ ღამის შოუ ოთარ ტატიშვილთან ერთად გთავაზობთ საქართველოს მთავრობას ახალ ტრადიციას, რომ მარტში კიდევ ერთი დღე ვიზეიმოთ ქალებისადმი მიზღვნილი და მოდი ეს დღე იყოს 10 მარტი.
10 მარტს ჩვენ ვულოცავთ იმ ქალებს, მიულოცავთ აწი ტრადიციულად, ვინც 3 და 8 მარტს მუშაობდა. ასე რომ ახლა მე მინდა მიულოცო ყველა იმ ქალბატონს 10 მარტი, გილოცავთ ქალბატონებო 10 მარტს. ძალიან დიდი მადლობა. იმ ქალბატონებს, რომლებიც 3 და 8 მარტს მუშაობდნენ და შემოგთავაზოთ მათთვის სპეციალურად საათმარტო კონცერტი. ღამის შოუს ეგიდით, რომელსაც გაუძღვები მე და ჩემი უცვლელი თანაწამყვანი ქალბატონი ქეთი კანტიძე. გთხოვთ. რუსკა, შენ რა საკეთებ აქ? მუშაობ ოთარ. აჰა, მუშაობ. აქ რათ მუშაობ ახლა? ქეთი კანტიძე, ოთარ. აჰა, ქეთი კანტიძე. დიახ. კარგი, დავიწყოთ? დავიწყოთ. კი ბატონო. დავიწყოთ. კარგი. თქოთ. დაიწყეთ. დიახ, ეს თქვენი ტექსტია. ქეთი კანტიძე ხო ხარ? დაიწყეთ. ახო, მოგესალმებით. სხვადასხვა მე პატარობაში სულ ბიჭებთან ერთად მიწევდა ხოლმე თამაში და პირველად 8 მარტის სულ რაღაც 3 წლის წინ მომილოცეს. დიახ. მეორედ? მეორედ შენ მომილოცე დღეს ოთარ. ხედავ რა ყურადღებიანი ვარ. ძალიან. ხო, აი ძალიან ყურადღებიანი ხარ. 10 მარტს რომ მილოცავ 8 მარტს. აი ძალიან დიდი ყურადღება, დიდი მადლობა ამისთვის შენ. კარგი, არაუშავს, ქეთი კი არა და რუსკა, არაუშავს. როგორც ძველი ბრძენები იტყოდნენ, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მერე? კიდე რაღაცას იტყოდნენ. კი, იტყოდნენ. ჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო და ჯობს გვიან, ვიდრე რუსკას ყმაში ჩავარდნაო. მართალია ოთარ. ეს გინდოდა. მართალია, კი, მართალია. ჩვენ სპეციალურ საათმარტო კონცერტს გახსნის დათო კენჭიაშვილის სიმღერით რამდენი მალოდინე. ხო.
დიდი მადლობა. შემდეგი სიმღერის ფესვები რუსკა იტალიიდან არის. ანუ რას გულისხმობ? რას და მომღერლებმა აიღეს იტალიური მელოდია, დაწერეს ქართული ტექსტი, ანუ შენთვის გასაგებ ენაზე ქონდათ კარკასი. მერე? და ახლა აქვთ დასრულებული ბინა. ხო, ძალიან მიყვარს ოთარ იტალია. ძალიან მომწონს იტალიური ქალის სახელები, მაგალითად ჯულიეტა, კრისტინა, სიმონა, იზაბელა. მოიცა. სიმონა ქალის სახელია? დიახ, ოთარ ქალის სახელია, სიმონა ქალის სახელია. ვა, ჩემ დიდ ბაბუას ერქვა. კიდე კაი ისე მოგდა რომ ვერ გაიგო, თორე გაგიждდებოდა. კაი, ახლა ოთარ მორჩი ამ ყველაფერს და უთხარი მაყურებელს ვინ არის შემდეგი სტუმარი. დიდი სიამოვნებით, შემდეგ სიმღერას შეგვისრულებენ ვინ? თაკო მელიქიშვილი და გიორგი ციკლაური. ბრავო! გიორგი ციკლაური, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ განვაგრძოთ
ჩვენი საათმარტო კონცერტი იმ ქალბატონებისთვის, რომლებიც 3 და 8 მარტს მუშაობდნენ. გილოცავთეა, გილოცავ, კი 10 მარტს გილოცავ, შენს გილოცავ. ესე იგი, შემდეგი, ასე ვთქვათ, მომღერლის ისტორია დაახლოებით ისეთივეა, როგორც ყველაზე ცნობილი ქართველი ქალის მედეას ისტორია, მედეა, ხო იცი? როგორ არ ვიცი? იცი მედეას ისტორია? კი, აქვე მოგიყვე? არა, აქვე არ მომიყვე. აი ჩვენს შემსრულებელსაც, ასე ვთქვათ, ჩვენს შემსრულებელმაც დაიწყო საქართველოში თავის მოღვაწეობა და მერე განაგრძო საბერძნეთში. აჰა. მოდი, მაშინ მიულოცოთ 8 მარტი, ვისარგებლოთ ამ ყველაფრით და მედიკოებს და მედეებს, ასე ვთქვათ, მედეებს მიულოცოთ 8 მარტი. მედეებს. მედუზას? მედუზასაც ოთარ. მედუზასაც. სიმღერას კი შეასრულებს ადამიანი, რომელსაც გაბრაზებულსაც და მშვიდსაც წარბი ყოველთვის აწეული აქვს. ეს არის მარკუს მეტრეველი. სხვათაშორის, აი მოვიდა მარკუსი. გვალობთ. სხვათაშორის მარკუს საბერძნეთში ბინა აქვს, თან დასრულებული რუსკა. ნუ შემჭამე. ხო. It's
ეს იყო მარკუს მეტრეველი და სხვათა შორის ეს იყო სიმღერის პრემიერა. დიახ. დიდი მადლობა, მარკუს მეტრეველი. და ვინ არის ჩვენი კონცერტის ბოლო მონაწილე? ჩვენი კონცერტის ბოლო მონაწილე არის კოჰაბიტაციის ნათელი მაგალითი. რადგან მის მკერდზე უპრობლემოდ თანაარსებობენ დიდი რაოდენობით ოქრო, ვერცხლი, ნიკელი, ჯაჭვი, ძივი, ძუა. გია სურამელაშვილი. ბატონი გია სურამელაშვილი. მორგანდი ბაბაგია. რუსკა სხვათა შორის გიასაც დასრულებული ბინა აქვს შენგან განსხვავებით. დაგახრჩობ, მართლა. მე სად დაიმალები კარკასში? მე რაღაც ორი შეკითხვა მაქვს სულ. ბატონო გია. ესე იგი პირველი მეგობრებო, გია სურამელაშვილი ელოდება შვილიშვილს. აი დღე-დღეზე, ხო? დღე-დღეზე და იმედია, ну, ყოველ შემთხვევაში მე მაინც არ გამომაპარებ. ბატონო გია. გინდა არ გინდა ვერავის ვერ გამოვაპარებ. კარგი, ეს ერთი. და მეორე, გია, ეხა მითხარი გულახდილად. ეს მეხამრიდია? ესეც მეხამრიდია? აქ დავიწყებია. ესე იგი შენ ჩემი არ იყოს მეხი და სეტყვა არ დაგეცემა არასდროს. დიდი მადლობა რომ მოხვედი, გია სურამელაშვილი. Senza piccoli matus, da tra pochi